ნამდვილად არის ეს გარღვევა და რამდენი არის გითხარით? აღარ არის უკვე ეს გარღვევა, იმიტომ რომ ჩვენმა მთავრობამ შეავსო ეს გარღვევა 52 მილიონი იყო დაახლოებით და მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ძალიან ეფექტური ფინანსური კონტროლის და დისციპლინის მექანიზმები შემოვიღეთ იმას დღეში, რაც ხელისუფლებაში ვარ და თავდაცვის უწყებაში რაც მე ვარ. და მინდა გითხრათ ასევე, რომ შესყიდვების კუთხით ჩატარდა აი შესყიდვები კვების, ასე თქვა, ტენდერი ორთვიანი კვების საკითხებზე და უკვე ამ ორ თვეში 1,600,000-მდე მოგება, ანუ მოგება ექნება, ანუ თანხა დაიზოგა ჩვენს უწყებაში. მე მინდა გითხრათ, რომ ის გარღვევა ასევე უკავშირდებოდა არამიზნობრივ შესყიდვას შეერაღებული, ასე თქვა, გარკვეული შეერაღების. ეს ცნობილი არის, რომ საქმე ეხებოდა პრაქტიკულად უვარგის AK-47-ების შესყიდვას, მაგრამ ეს თემა ჩვენი მოკვლევის შემდეგ გადაგზავნილია პროკურატურაში და აქედან გამომდინარე მე გამოძიებას დაკავშირებით მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ჯარისკაცმა იგრძნო უკვე რომ ის ცვლილებები, რაც დაიწყო 1 ოქტომბრის შემდეგ და ის ცვლილებები, რაც ხორციელდება აქ, მათ უკავშირდება. ისინი ხვდებიან, რომ სწორედ მათ სოციალურ დაცვას უკავშირდება ეს ცვლილება, მათი ხელფასი გაიზარდა და გაიზარდება კიდევ უფრო მეტად. ჯანდაცვა ექნება მათ ოჯახებს, იგივე რაც ექნებათ მინისტრს. აღარ იქნება ესეთი სხვაობა, როგორც იყო მინისტრსა და ჯარისკაცს შორის და იყო ძალიან დიდი სხვაობა. 120 ლარიანი პაკეტი ჰქონდა მინისტრს და 6 ლარი და 25 თეთრი ჯარისკაცს. აი ესეთი სხვაობები აღარ არის და სამართლიანად გადანაწილდება ყველა თითოეული თეთრი, რომელიც იქნება თავდაცვის უწყებაზე. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი დაგეგმარება უკვე ყველაფრის, მათ შორის ლოჯისტიკის, მათ შორის დაფინანსების, მათ შორის ადამიანის რესურსების მართვის, პროფესიული განვითარების, ჯარისკაცებს, მეომრებს, ოფიცრებს, კაპრალებს ზუსტად ეცოდინებათ, როგორ უნდა წარმართონ საკუთარი კარიერა და სტაბილურობის განცდა ექნებათ. საკუთარ მომავალს უფრო სტაბილურად დაგეგმავენ. მეორე და მნიშვნელოვანი ასევე არის ის, რომ სამართლიანობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ უწყებისთვის, რომელიც პოლიტიზირებული იყო, აქედან სამოქალაქო კონტროლი, საპარლამენტო ზედამხედველობა იქნება ძალიან აქტიური და ამ კუთხით იქნება საზოგადოება ჩართული ჩვენ ცხოვრებაში. ჯარი, არმია არის ოჯახი ჩვენი ქვეყნისთვის და როგორც საკუთარ ოჯახს მართლა ისე უნდა მოუფრთხილდეთ და მოუაროთ. თუ გვინდა, რომ ჯარში და საზოგადოებაში ბრძოლის ნება იყოს და ბრძოლის სულისკვეთება. სწორედ ამ ნაბიჯების განხორციელებას ვიწყებთ უკვე მომზადებული რეფორმების კუთხით. ესე იგი შაშკინის მიმართ გაგარჩნიათ სამართლებრივი პრეტენზია. მე არ გამაჩნია. სამართალდამცავ სტრუქტურებს თუ გააჩნიათ, ეს მათ უნდა განაცხადოთ. კარგით. თქვენ ბრძანეთ, რომ ახალი შეერჩა ახალი კომპანიები, ჯარისკაცების კვების მხრივ და ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ აი ძველი ორი კომპანია, როგორც ამობენ, იყო კეზერაშვილთან დაკავშირებული მათ შორის. არა, უბრალოდ ვადა გაუვიდათ და გამოვაცხადეთ ჯერ ორ თვიანი, ასე თქვა, ტენდერი, ფასთა კვოტირება ქვია ამას და საოცარი შედეგი მოგცა. კიდევ ერთხელ ამ ორ თვეში მხოლოდ 1,600,000-მდე საბიუჯეტო თანხა დაიზოგა და ხარისხი გაიზარდა. მაგრამ ჩვენ ახლა ვაპირებთ და ჩემი მოადგილე გამოაცხადებს უკვე ტენდერს, მთელი, ასე ვთქვათ, უფრო დიდ ტენდერს მთელი წლის განმავლობაში მოემზადებიან ჩვენი, ასე ვთქვათ, ადგილობრივი მწარმოებლებიც დრო ექნებათ რომ მოემზადონ და მე დარწმუნებულია რომ ის ტენდერი იქნება ტენდერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და სუფთა ტენდერი იქნება საქართველოში. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთხელ თითოეულ თეთრს ჩვენი ბიუჯეტის პასუხისმგებლობით დავხარჯავთ და საზოგადოება იქნება საქმის კურსში. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ აი ფაქტიურად იყო ემბარგო დადებული აი საქართველოს შეარაღების ყიდვის მხრივ და რამდენად დაძლეულია ეს ემბარგო და რამდენად შორს წაეწია თქვა ხაერსაწინააღმდეგო ჩვენი თავდაცვის აშენების პროცესმა. ემბარგო არაფორმალური იყო სიმართლე რომ გითხრათ და ჩვენ პრობლემა არ აგვაქვს ჩვენს ძირითად პარტნიორებთან უკვე სამხედრო შეერაღებაზე საუბრის და მათ შორის შეძენის პრობლემა არ აგვაქვს. რაც შეეხება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა, ეს ძალიან ძვირადღირებული სისტემაა, ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ვიწყებთ პირველი ეტაპის განხორციელება გვინდა, ეს არის მონიტორინგის სისტემა პირველ რიგში ჩვენი საჰაერო სივრცის. აქედან გამომდინარე ეს იქნება გრძელვადიანი გზა, რომელიც ბუნებრივია ხვალ კონკრეტულად და ამ წელს ხელშესახებ იმას შედეგს არ მოგწევს.
ჩვენი აქცენტი ახლა გადატანილია ლოჯისტიკა, განათლება, თავისთავად ცხადია, განათლებული, მოაზროვნე არმია გვჭირდება, ინფრასტრუქტურა, სად უნდა იყვნენ, სად უნდა იმსახურონ ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა და 4 წელიწადში გითხარით, რომ იქნებით სრულად პროფესიულ არმიაზე გადასული და არ ვაპირებთ რაღაცა განსაკუთრებული რაოდენობით სამხედრო შეიარაღების შეძენას. ჩვენ ეს წელი გამოვაცხადეთ, როგორც გითხარით, განათლების, ლოჯისტიკით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების წლად, ასევე ჩვენ ეს წელი გამოვაცხადეთ ვეტერანების ზრუნვის წლად. ჩვენ ომებში დაღუპულ ჩვენ მებრძოლებს ერთადერთი რაც შეგვიძლია გავუკეთოთ არის რომ ვიზრუნოთ მათ ოჯახებზე. ამიტომ ჩვენ ინიცირებით შეიქმნა სპეციალური კომისია, სამთავრობო კომისია, რომელიც ფუნდამენტალურად დაალაგებს თუ ვეტერანთა დეპარტამენტი როგორ სტრუქტურულად ორგანიზებული უნდა იყოს, რა საკანონმდებლო ბაზაა შესასვლელი, რა სოციალური დაცვის პაკეტი უნდა ჰქონდეს ვეტერანებს და ეს ასე ვთქვათ ფუნდამენტურად შეცვლის დამოკიდებულებას ვეტერანების მიმართ. ესე იგი, იქნება თუ არა შემოღებული სამხედრო ომბუდსმენის თქვენ ბრძანებთ რომ იქნება როდის იქნება ეს დაახლოებით პოსტი და ვის განიხილავს კანდიდატად ომბუდსმენობას? ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი, ეს იდეა ეკუთვნის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი სესიაშვილს, რომელსაც მე თავიდანვე დავეთანხმე, იმიტომ რომ წლების მანძილზე თავდაცვის უწყება იყო ჩაკეტილი არა მხოლოდ ასე ვთქვათ ინფორმაციული კუთხით, ასევე ხელმიუწვდომელი იყო ძირითადად ომბუდსმენის ოფისის მხრიდანაც. ამიტომ ესეთი პრაქტიკა არსებობს ევროპულ ქვეყნებში და შეიძლება გავიზიაროთ, თუმცა ამდენადაც მე ვიცი საბიუჯეტო საკითხების გადაუწყვეტლობის გამო ამ საკითხის განხილვამ გადაიწია, მაგრამ ჩვენა დავლოდები ვართ ამას და მე შევქმენი თვითონ მინისტრის თანაშემწის ინსტიტუტი, რომელიც პირველი ანგარიში რომელმაც უკვე ჩამობარა ამ კუთხით და მუდმივი კონტროლი იქნება ადამიანის უფლებების, სამხედროების ღირსების უფლებების დაცვის კუთხით ჩვენს უწყებაში. ამ კუთხით უკვე გამოსწორდა ვითარება, ღირსების ასე ვთქვათ განცდა ჩემი აზრით და სიმშვიდის განცდა და სტაბილურობის განცდა უკვე სახეზეა შეიარაღებულ ძალებში. ძალიან სერიოზული, გამოცდილი, განათლებული კადრები ხელმძღვანელობს უკვე გაერთიანებულ შტაბს და აქედან გამომდინარე სრული ნდობა მაქვს მე სამხედრო შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებში, რომ აღკვეთილი იქნება დროულად ყველა მცდელობა ასეთი დარღვევების. ბრძანებთ რომ 20 წელიწადში ჩვენ გადავართ ძალიან პროფესიულ ჯარზე. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარის რაოდენობა შემცირდება პირველ რიგში. შეგიძლიათ გაიზრდება თუ არა ხარჯები სამინისტროს ამ ჯარზე და გვაქვს თუ არა ჩვენ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ გავწვნათ, თქვათ, ამდენს პროფესიული ჯარი. რა თქმა უნდა, ეს არის სწორი გეგმა და ამიტომაც არის ეს წლებში გაწერილი. ამას დაჭირდება, ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, როგორ გავაკეთებ ამას 4 წლის განმავლობაში, როგორ შემცირდება ეტაპობრივად სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადები, შემდგომ გაწოლთა რაოდენობა, როგორ მოვამზადებთ ჩვენი სამხედრო ძალების სტრუქტურას, სწორედ ასეთი მოვლენათა განვითარებისთვის, როგორ განლაგდება ბრიგადები, ეს ყველაფერი გაწერილია, ეს აკეთებენ სამხედროები, ექსპერტები და ეს იქნება უახლოეს დღეებში უკვე დამტკიცებული და მიღებული მთავრობის მიერ და გეგმის შესრულება დაიწყება. გაიზრდება ხარჯები ამით. სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას დაჭირდება ბუნებრივია კიდევ უფრო მეტი დანახარჯი და ეს იქნება ინვესტიცია მართლა ჯარის მომავალში. იმიტომ რომ დღეს ინფრასტრუქტურა არის კრიტიკულ ზღვარზე მისული. ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები ძალიან რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ ნაწილებში. ამას სჭირდება დამატებითი ხარჯები, მაგრამ ეს იქნება ხარჯები, რომელიც რეალურად ძალიან შეამცირებს ზოგადად სტრატეგიულად თავდაცვის ბიუჯეტს. იმიტომ რომ როდესაც ფუნდამენტურად აყალიბებ რაღაცას და ცვლი და გეგმაზომიერი ხარ, სახელმწიფო ხარჯებს ამ დროს ზოგავს. რაც შეეხება ჯარების რაოდენობას, ეს იქნება იმ საფრთხეების ადეკვატური, რომლის საფრთხეებსაც გადაწყვეტის წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას, ჩვენ გვეყონება მობილური სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე სამხედრო შეიარაღებული ძალები, რომელიც გაუწევს შემაკავებელ ფაქტორს, რად იქცევა თუ კი იქნება დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, მაგრამ არა მხოლოდ ამას, არამედ ჩვენ ასე ვთქვათ ტერორისტულ მეამბოხეთა წინააღმდეგ ასე ვთქვათ შესაძლო ოპერაციებისთვისაც ვემზადებით და გვაქვს ამის სპეციალური ძალების შესაძლებლობა, ამიტომ ჩვენ ვართ მზად რეალურად იმ ამოცანების გადაწყვეტისთვის, რაც შეიძლება ქვეყნის წინაშე დადგეს. და რაც მთავარია,
გამოგჩა. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას იყოს ძალიან ახლო, ასე ვთქვათ, ინტეგრაციაში ნატოს ჯარებთან, ჩვენ ვიბრძვით მათთან ერთად ავღანეთში, ეს დიდ გამოცდილებას გვძენს, ბუნებრივია და საბოლოო მიზანი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციის ევროპულ ოჯახში, ევროატლანტიკურ სივრცეში სწორედ ასეთი რეფორმების გზით არის მისაღწევი. საზოგადოებაში საერთაშორისო პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ შეიძლება იქნებით პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი. აპირებთ თუ არა მართლა პრეზიდენტობის კანდიდატად და თქვენი აზრით უნდა ყავდეს თუ არა კოალიციას ერთიანი კანდიდატი თუ შეიძლება რამდენიმე კანდიდატი წარადგინოს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის კოალიციის გადასაწყვეტი და არ ჩქარობთ ჯერ. ჩვენ რამდენიმე თვე კიდე გვაქვს ამისთვის, ეს უნდა იყოს საერთო კონსულტაციის შედეგი. მე ამ ეტაპზე მთლიანად ვარ კონცენტრირებული თავდაცვის უწყებაზე. თავდაცვის, ასე ვთქვათ, სამინისტრო შეერაღებული ძალები რეფორმა რაც დავიწყეთ, იმდენად შრომატევადია, რომ მე არ დაგიმალავთ ჩვენს შეხვედრაზე რამდენიმე დღის წინ პრემიერთან შევთანხმდით, რომ მე მოვიხსნიდი ვიცე-პრემიერის ფუნქციებს, რათა მეტი დრო მქონდეს და მთლიანად ვიყო გადართული ამ, ასე ვთქვათ, თავდაცვის უწყების მშენებლობაზე. აქედან გამომდინარე, არანაირი გეგმები ჯერ დასახული არ არის და სასურველი იქნება, ბუნებრივია, რომ ერთი კანდიდატი ყავდეს კოალიციას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული კანდიდატი იქნება და მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ეს კანდიდატი გაიმარჯვებს. ბოლოს შეკითხვა არის, კავკასიაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის უწყებაში თქვათ, ძალიან ბევრი ხარჯები იყო არა მაზონიერი და ასე შემდეგ. თქვათ, ჯაკუზები იყო დამონტაჟებული ბოლო სართულზე. ნამდვილად არის დამონტაჟებული. მე ერთს გეტყვით, რომ ზოგადად სააკაშვილის ხელისუფლება ცხოვრობდა ძალიან დიდ ფუფუნებაში და ძალიან კატასტროფულად დიდ ხარჯებს ხარჯავდა საკუთარ ფუფუნებაზე. ეს ბუნებრივია შეიცვალა. მე არ ჩავალ დეტალებში თუ სად რა კაბინეტში რა იყო გაკეთებული, ეს ჩვენი საქმე არ არის, რაც იყო მომავალში. მე დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ ვთქვი, ჯარისკაცი ისევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, როგორც მინისტრია უზრუნველყოფილი ჯანდაცვის კუთხით, სოციალური დაცვის კუთხით და ჩემი აზრით ეს დიდი პატივია ჩემთვის, რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ვარ თავდაცვის მინისტრი ჩვენი როგორ მოახერხებს საქართველოს ამ ყოველ სტრუქტურასთან, რუსეთთან მეგობრობას და ელაპარაკებს რუსეთის მოხერხებასთან. ერთ რამეს გეტყვით, რომ ჯერ ერთ-ერთი იქიდან კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ და სრულად უნდა წარმოვიდგინოთ, რა თქვა პრემიერმა, მან თავიდანვე თქვა, რომ ჩვენი ამოცანა საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს, ეს არის ევროპული არჩევანი. ამის მერე, ასე ვთქვათ, მიმართა სომხურ დელეგაციას, რომ თქვენ მოახერხეთ. ეს არის გარდა ყველაფრისა, ვთქვათ, ეს არის ასევე სწორი ფორმა მიმღები ქვეყნის მთავრობას მოუწონო პოლიტიკა, როდესაც სტუმრად ხარ ჩასული, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთი ასევე იყო წინააღმდეგი და მას სტრატეგიულ ინტერესებში არ შედიოდა, მაგრამ ბალტიის ქვეყნებმა მოახერხეს ინტეგრაცია ნატოში. ისევ როგორც გერმანია მოახერხა გაერთიანება, ამის წინააღმდეგი იყო მაშინ საბჭოთა კავშირის და რუსეთიც. ამიტომ სწორი პრაგმატული პოლიტიკა ჩვენ მე მგონია მიგვიყვანს საბოლოოდ ურთიერთობის ნორმალიზებამდე რუსეთის ფედერაციასთან და ეს მოგცემს მეტ სივრცეს ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ ინსტიტუციურად, ეკონომიურად და დავანახოთ მეტად აფხაზებს და ოსებს, რომ თანაცხოვრება გვინდა მათთან. ეს კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატოსთან. აქედან გამომდინარე, თვითონ ნატოს გენერალურ მდივანმა თქვა, რომ ჩვენ ინტერესებში შედისო, რომ საქართველოს და რუსეთს ჰქონდეს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობები. და მომავალი გვიჩვენებს, თავარი ამ გზაზე ჩვენ სწორად დავიწყეთ სვლა. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, რუსეთთან სამუშაო ურთიერთობების გაჩენა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება და ვერც მოხდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე და მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. არ გაზანებთ.